საქართველოში ხამზად ჩიმაევი ჩამოვიდა და ჟურნალისტები თქმით, მას კახიკალაძე დახვდა და ჯიბიდან ესე ამოიღო გასაღები და აჰაო ეს ფერარი შენიაო ჩვენგანო საქართველოს ბიუჯეტიდანო 5 ოქტომბერს კი მერაბ დვალიშვილი მესამეჯერ დაიცავს თავის ტიტულს კორის სენთხეგენთან და ამის მერე აპირებს წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებას და ეს არის UFC-ს ყველა დროის რეკორდი ერთ წელწადში 4 სატიტულო ბრძოლა ჯერ არავის ჩაუტარებია და ასევე აპირებს ტეიქდაუნების თავისი რეკორდის მოხსნას და 100 ტეიქდაუნის შესრულებას კორის სენთხეგენთან. ანკალაევის და შარაბულეტის მწვრთნელი გორაზიანი კიდევ იძახის რომ ილია თოფურია კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს და დაასრულებს კარიერას, იმიტომ რომ მას ეშინია. 66-ში მას ელოდება ევოლოევი, 70-ში ცარუკიანი და 77-ში მახაჩევი. ამიტომ ილია თოფურია ძალიან შეშინებული არისო. ამასობაში კროუფორდს და ილია თოფურიას შორის ვითარება ძალიან იძაბება, თუ ილია კრივში გადავა. მაგრეგორმა კი განაცხადა რომ საპრეზიდენტო ჯახში ირლანდიაში ის აღარ მიიღებს მონაწილეობას, ეთყობა ვიღაცამ დაუკაკუნა კარებზე და უთხრა წადი შვილო შენი საქმე აკეთებო. მოკლედ ამ ყველაფერზე და სხვა ძალიან საინტერესო რაღაცებზე MMA სფეროდან ვისაუბრებთ დღეს ამ გადაცემაში, ასე რომ მოკალათ ეკრანებთან, მე კიდევ ვიწყებ. საქართველოში ხამზად ჩიმაევი ჩამოვიდა UFC-ს მოქმედი ჩემპიონი 84 კილოგრამში. დღესდღეობით MMA სფეროში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ვარსკვლავია. ბორზი წლებია ქართველებთან მეგობრობს და ყველა ქართველ UFC-ს მებრძოლთან ახლო ურთიერთობაშია, განსაკუთრებულად გურამ ქუთადელაძესთან. ის ხშირად სტუმრობს ჩვენ ქვეყანას, მას ქართველი მებრძოლები ახასიათებენ კაცურ კაცად, რომელმაც ძმაკაცობაც იცის, გვერდში დგომაც პატივცემს ტრადიციებს, მოკლედ ჯიგარო ტიპად ახასიათებენ. ხაზგაუსმევ ეს დახასიათება იმ ადამიანებისგან და იმ ქართველებისგან, ვინც ბორზს პირადად იცნობს და აქვთ მჭიდრო ურთიერთობა. ვინც მას არ იცნობს და არის მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული, ისინი იძახიან, რომ ჩიმაევი რამზან კადიროვის მონა, რუსეთის აგენტია საქართველოში და ასე შემდეგ. სწორედ ამ პატარა პოლიტიკურად აჟიტირებულ ჟურნალისტებმა ააგორეს მთელი ამბავი, როდესაც ჩიმაევს ზვირადღირებული მანქანა აჩუქეს საქართველოში. თავიდან ბოტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქალაქის მერმა კახიკალაძემ თითქოს თბილისის ბიუჯეტიდან გამოყო თანხა და გაუკეთა ხამზად საჩუქარი. ყველა საღათ მოაზროვნე ადამიანი ამას არ დაიჯერებდა, მაგრამ ინტერნეტი აფეთქდა მაშინ. კი, კალაძე იცნობს ჩიმაევს კაიხანია და მისი გულშემატკივარია. ჯერ ეგ ეს ერთი სუფთა მეგობრული ურთიერთობა აქვს. მეორეთი რატო არ უნდა კონდეს თბილისის მერს MMA-ს ვარსკვლავთან კარგი ურთიერთობა. ჩიმაევი ვიღაც ქეთიე გიდუნაშვილის ნაირი ვარსკვლავი კი არ არის. ის ამ სპორტის ცოცხალი ლეგენდაა, როგორც დვალიშვილი, თოფურია, ჯონ ჯონსი და ასე შემდეგ. ასეთი ნაცნობობა ქალაქის მერთან კი ჩვენთვის ამ სპორტის გულშემატკივრებისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან ხვალზე ეგ, როდესაც UFC საქართველოში ჩამოვა და ჩაატარებს ტურნირს, სადაც დვალიშვილი და თოფურია ჩვენ თვალწინ დაიცავენ ხამარს, სწორედ რომ ჩიმაევი და სხვა ცნობადი სპორტსმენები შეუწყობენ ამ საქმეს ხელს. საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მერაბიმ და ილიამ ისედაც შეცვალეს ახალგაზრდების განწყობა სპორტის მიმართ საქართველოში. სოფლიო დონის სპორტსმენების ვიზიტი, UFC-ს ტურნირის ჩატარება აქ ჩვენთან, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და როგორც ერთი ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეს მე ეს მახარებს. მოკლედ კალაძემ, როგორც აღმოჩნდა, არამც თუ თბილისის ბიუჯეტიდან, არამედ საერთოდ არ უჩუქებია ჩიმაევისთვის მანქანა. აი რა თანხით თქვენი პირადი თანხა გამოყავით თუ ბიუჯეტის? მაგ რაღაცას მოგიყვებით, ეხლა ოღონდ სრული სიმართლე არის, გულწრფელად გეუბნებით. საბა მიქავა ხო იცით? ვინც ფლობს ავტოსალონს სპორტსა თბილისი და სხვათა შორის საბას ავტომობილი იყო წალენჯიხაში, როდესაც ვიმყოფებოდით და მე დავჯექი რაღაც 10-15 წუთით მანქანას. ბიჭმა იშრომა, იწვალა, რაღაც გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ აღნიშნული მანქანა ეყიდა. ფერარი მყავს ხედულობაში, ის ლურჯი ფერარი. სულ რაღაც 10 წუთით დავჯექით მანქანაზე, მე დავჯექი საჭესთან და თქვენ და თქვენი წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ავტომობილი იყო ჩემი. მე არ ვსაუბრობდი ამას, ბატონო. აი რაღაცას გიყვებით. ოღონდ სიმართლე არის, აი გულწრფელად გეუბნებით რა. შემდეგ როდესაც ჩიმაევი ჩამოვიდა საქართველოში, ბიჭმა იწვალა, რაღაცები შეაგროვა, გააკეთა, რომ ავტომობილი ეჩუქებინა ჩიმაევისთვის თავის მეგობრებთან ერთად. აჩუქა ეს ავტომობილი და ყველამ დაიწყო საუბარი, რომ თითქოს მე ვაჩუქა. ბოლოს ადგა საბა გაღიზიანებული, გაბრაზებული ბიჭმა ამდენი იშრომა, ამდენი იწვალა და ყველაფერზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო პირობითად ფერარის ყოლა, თქვეს რომ კახასიაო. მანქანა აჩუქა, კახა მაჩუქაო და გამოვიდა და თქვა რომ ჩემს ბეთს აღარ გავაგზავნე.
მაგრამ რომ შეჩუქებინა კალაძის მანქანა თავისი ჯიბიდან რა პრობლემაა მე ნამდვილად ვერ ხვდები. დარწმუნებული ვარ ყველა ნორმალურ ქართველს გაგვიხარდებოდა დვალიშვილისთვის მაგალითად ტრამპს ეჩუქებინა მანქანა. კი ვიღაცა მაინც გამოხდებოდა და იტყოდა ამ ფული ტრამპს გაჭირებულებისთვის მაინც მიეხედაო, ან მაგალითად ყველა ვიცით თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა ესპანეთში. მე პირადად გამიხარდა და ალბათ ანალოგიურად გაუხარდა ქართველების უმრავლესობას. თუმცა დარწმუნებული ვარ ვიღაც ბოღმიანი ჟურნალისტი ესპანეთში წერს რომ ილიას ეს პატივისცემა არ ეკუთვნის, რადგან ქვეყანაში ბევრი პოეტი, მომღერალი და სახელმწიფო მოღვაწეა, რომლებსაც ესეთი პატივისცემა არ ღირსებია. ბოღმა და შური ძალიან ცუდი რამ არის. მე რომ მქონდა საშუალება დიდი სიამოვნებით ვაჩუქებდი ჩემს საყვარელ სპორტსმენს მანქანას და ეს ნამდვილად არავის საქმე არ იქნებოდა. ასე რომ მიქავას ყოჩახ წალენჯი ხა მთელ მსოფლიომ გაიცნო. ყველამ ვიცით რომ კონორ მაგრეგორი არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა და აპირებდა ირლანდიის პრეზიდენტობას. თუმცა ამ დღეებში მან განაცხადა რომ ურჩევნია დრო საკუთარ ოჯახთან გაატაროს და მოემზადოს იმ საქმეში, რაც მას ყველაზე მაგრად გამოსდის. დიახ, კონორმა ოფიციალურად დაიწყო მზადება გადის დოპინგ ტესტ და 2026 წელს მზად იქნება იბრძოლოს თეთრ სახში ჩატარებულ ტურნირზე. ჯერ ცნობილი არ არის ვის შეხვდება ნოტარიუსი, თუმცა სავარაუდოდ შეგვიძლია დავასახელოთ სამი სპორტსმენი. ესენია მაიკლ ჩენდლერი, რომელიც წლებია ელოდება კონორთან ბრძოლას. ასევე ნეით დიაზი ითხოვს რევანშს და იძახის რომ მათ შორის ერთ-ერთია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ვინ არის მათ შორის უფრო ძლიერი სპორტსმენი. და ტონი ფერგიუსონი, რომელმაც ახლახანს პროფესიონალურ კრივში მოიპოვა გამარჯვება და 2026 წელს აპირებს MMA-ში დაბრუნებას თუ UFC მას ან კონორს ან ჰაბიბს შეახვედრებს. მოკლედ კონორი პენსიაზე არ ისვენებს და გვანებიურებს სულ ახალი ამბებით, ნამდვილი შოუმენი, რომლის გარეშეც MMA დღეს ესეთი პოპულარული ნამდვილად არ იქნებოდა. 5 ოქტომბერს ყველა ვიცით რომ მერაბ დვალიშვილი მესამეჯერ დაიცავს ტიტულს კორი სენტჰეგენთან. ბოლო ინტერვიუში ის იძახის რომ კორი ნამდვილად ძლიერი მებრძოლია, რომელმაც ფრენკი ედგარი გათიშა, მაგრად იბრძოლა მარლონ ვერასთან და სონ დიადონგი დაანოკაუტა. ქართველი კორის დიდ პატივისცემით იხსენიებს ინტერვიუში და რა თქმა უნდა აპირებს გამარჯვებას. ამ ტრიუმფის მერე წლის ბოლომდე დვალიშვილი კიდევ ერთი ტიტულის დაცვას აპირებს და ალბათ ასეც მოხდება, რადგან ყველა ვიცით რომ დანა ვაიტს ყველაზე მაგრად ის სპორტსმენები უყვარს, რომლებიც ხშირად ჩხუბობენ და როგორც მერაბი იძახის, შემდეგი უნდა იყოს პიოტორიანი, რადგან ის ნამდვილად იმსახურებს სატიტულო ჯახს. შეგახსენებთ რომ იმის მერე რაც იანი მერაბთან დამარცხდა, მან სამი ზედიზედ ბრძოლა მოიგო და ნამდვილად იმსახურებს მერაბთან მეორე წრეზე შევარდნას. ასევე ინტერვიუში დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ახსენა, რომელიც 25 ოქტომბერს შეხვდება მარიო ბაუტისტას. მერაბი ბაუტისტას ხომაგობს და იძახის რომ მას არ ყავს ჰაბიბი ცნობადი ბიძაშვილი, თორე 8 გამარჯვებიანი სერიით მას უკვე სატიტულო შერკინებას მისცემდნენ. ასევე მერაბი თქვა რომ თუ იქნება საშუალება ის თავის ტეიქდაუნების რეკორდს გაუმჯობესებს კორისთან ბრძოლაში. მას სულ რაღაცა სამიგდება დარჩა და 100 ტეიქდაუნის შესრულდება. ის ამ რეკორდის მოხსნას ომელისთან აპირებდა, თუმცა ქართველს შონი ყველას გვახსოვს მესამე რაუნდში შემოეგუდა და დიდი ალბათობით ამ რეკორდს მერაბი 5 ოქტომბერს შეასრულებს. ქართველი მანქანა კიდევ ერთი რეკორდის მოხსნას აპირებს. თუ მან მართლა კორის მერე წლის ბოლომდე კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა მოიგო, ის ოქროს ასოებით ჩაეწერება UFC-ს ისტორიაში როგორც ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც ერთ წელიწადში 4 სატიტულო ბრძოლა მოიგო. მოკლედ ჩვენ დვალიშვილის გუჯერა და უსურვებთ ცოცხალ ლეგენდას წარმატებას. ამასობაში გორაზიზიანი, ანკალაევის და შარას მწვრთნელი არ ჩერდება და ისევ თოფურიას კმეს. ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ არა ილია ამ დამსახურებულ მწვრთნელს მეტი სხვა სალაპარაკო არაფერი ექნებოდა. ეხლა მე სიმართლეს ვილაპარაკებ, ბევრ ქართველს ეწყინება, ვინც MMA-ის გარტყმაში არ არის, მაგრამ უნდა ვთქვა, შეხედე ილია თოფურია, როგორც წინათ თქვი, ის ტუპიკშია. რატო ვიძახი ამას მატრი? იმ წონაში, სადაც ის ჩემპიონი იყო, არ მოიდომა მოვსართან ჩხუბი. შენ ხო უნდა გინდოდეს მერაბივი დივიზიონის დასუფთავება. ჩემი აზრით ნამდვილ ჩემპიონს დივიზიონის პირველი ნომერი არ უნდა დასდევდეს, გაიგე? ილიამ პირველ ნომერს უნდა უთხრას, მე ყველა დავამარცხი და დარჩი მხოლოდ შენ და შენს დაგლეწავ. აი ეს უკვე სხვა ბაზარი იქნება. თოფურიამ რა გააკეთა? გაიქცა 70-ში. იქაც არის პირველი ნომერი არმან ცარუკიანის სხვათა შორის. გამოდის არც იქ უნდა აბსოლუტურის ჩემპიონობა და თვითონაც და მაგის მენეჯერებიც ხვდებიან, რომ ის ცხოვრებაში არავა 77 კილოგრამში. იმას მე არ შევხვდებიო, ამას მე არ შევხვდებიო, მირჩევნია კარიერა დავასრულო, რიებს ბაზრობ. 77-ში მებრძოლები თოფურიასთან შედარებით კალათბურთელები არიან. ცოტა იუმორიც ჩავრთე რა, ხო ხდები? გამოდის რომ თოფურია იმ პედი პიმბლეთს ეჩხუბება და დაასრულებს კარიერას და იმარიაჟებს თავისი კამრით. რავი, ვინმე ესპანეთის მეფეს აჩვენებს კამარს ან ვინმეს. ილია ხო ყოველდღე დაატარებს თავის კამარს ყველგან და მარიაჟობს ამ კამრით. ბევრისგან გამიგია რატო გაეცა უმახაჩევი ილიასო. ეხლა კარგად მომისმინე.
დაუდგინეთ რა. მახაჩევმა დივიზიონში ყველას მოუგო. აი არმან ცარუკიანის დაამარცხა ადრე. მერე რევანშიც მისცა, მაგრამ არმანი ჯანმრთელობას ვერ გაუმკლავდა. მახაჩევს კი ახალი ჰორიზონტების დაპყრობა უნდა, მაგრამ მან დივიზიონში ხო ყველას მოუგო. ხო გახს ხო ესეა. აი ისლამი 77-ში ადის და ეჩხუბება ჩემპიონს რომ გახდეს ჩემპიონი. გაიგე? თოფურია კიდევ 70-ში ავიდა და ეჩხუბა ოლივერას, რომელიც რავიც დივიზიონში ყველა მცემა და გახდა ჩემპიონი. ხო ასეა? ოლივერას ხო არ ქონდა გამარი. ხო და всё. მიდი აბა თუ მაგარი ხარ არმანს ეჩხუბე. კაროჩე, რა ხალხი ვერ ხვდება რასაც ვიძახი და როდესაც რაღაცას ვიტყვი ხოლმე შენო ქართველების წინააღმდეგ ხარო. 2 წლის წინ მახსოვს თოფურია პრეს-კონფერენციაზე ჩუმათიჯი და ხოლმე კუთხეში რა ეს ხმას არ იღებდა. ასე რომ ცხოვრება ყველას გვაჩვენებს, кто как, что და რა. აი მე რა დვალიშვილი ცოტა სუსხვა ტიპია რა. აი როგორ გითხრათ, აი რაღაცნაირი ჩესნი ტიპია, თუმცა პოლიტიკურად ზედმეტები მოსდის. გახსოვს რაღაცა ცუდი რუსეთზე რო თქვა, თუმცა მე კი გადააკეთა მხოლოდ პოლიტიკოსებზე ვიძახიო ხო ხდები. მაგრამ დვალიშვილმა დივიზიონი გაასუფთავა, ის უკვე მეორე კრუგზე მიდის, შედარება ცოტათი ძნელია რა. ხო ხედავ ილიას ჯერ გამოსდის რა, მაგრამ როგორც კი სერიოზული მეტოქი დაუპირისპირდება, ის ეგრევე დაასრულებს კარიერას კლიანუს. ამასობაში ილია თოფურია ხან ტერეს კროფორდს და ხან კანელო ალვარეს კმენს და იწვევს კრივში. თავიდან არავინ არ აქცევდა თოფურიას ყურადღებას, კროფორდმა ისიცხვა რომ MMA-ში ბიჭებს დალევა მოწონთ და ალბათ ილია ნასვამი იყო, ამას რო იძახდაო, მაგრამ როდესაც ტერენსი კანელოსთან ბრძოლაზე გავიდა ილია თოფურიას მუსიკაზე, აქ უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ნახოთ საბოლოოდ რა მოხდება, სპორტსმენები ერთმანეთს ჯერ სოციალურ ქსელებში კმენენ. კროფორდი იძახის რომ MMA-ს უყურებს ყოველთვის, მაგრამ ილია თოფურია ვინ არის არ იცის. ილია კი პასუხობს რომ პირველივე შეტაკებაში მას გათიშავს და თუ უნდა მარიაჩის ცეკვასაც ასწავლის. ასევე კანელოსაც რაღაცას უმზადებს. მოკლედ, ჩემი აზრით ეს ყველაფერი ტყუილად არ ხდება. თუ კრივის და შერეული ორთაბრძოლების კომაგები ამ ამბავს აიტაცებენ და ყველა დარწმუნდება რომ ამ ბრძოლას ბევრი მაყურებელი ეყოლება, დიდი ალბათობით ეს შერკინება შედგება. ეს იმდენად გრანდიოზული ამბავი იქნება, როგორც ერთ დროს მაგრეგორი მეივეზერის წინააღმდეგ. ასეთ ღონისძიებაში დამარცხებულიც კი მინიმუმ $50 მილიონ ჩაიკეცავს ჯიბაში. საკითხავი ის არის, გვინდა ჩვენ ეს თუ არა. დაწერეთ კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ თქვენ. ყველა ვიცით რომ ჩარლზ ოლივერა ზაფხულში დამარცხდა ილია თოფურიასთან. ქართველმა ის ისეთ მძიმე ნოკაუტში გაუშვა რომ ამ წლოვანებაში ხალხი დიდ პაუზას იღებს აღდგენისთვის. თუმცა დუბრონქსმა ბრძოლის სურვილი გამოთქვა და მალევე ბრძოლა ჩანიშნა მშობლიურ ბრაზილიაში ახალგაზრდა რაფაელ ფიზიევთან. ისინი 11 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს შეხვედრა დიდი ალბათობით არ შედგება, რადგან ფიზიევმა ვარჯიშზე ტრავმა აიკიდა და ეს ღონისძიება გადასარჩენია რიო-დე-ჟანეიროში. ვინ გამოთქვამს სურვილს შეხვდეს ოლივერას, ჯერ ცნობილი არ არის. ჯასტინ გეიჯი იძახის რომ ის მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ელოდება. არმან ცარუკიანიც არ ამგონია მას შეხვდეს, რადგან 2 დღის წინ მან გრეპლინგში შეხვედრა მოუგო UFC-ს ყოფილ ჩემპიონს ბენსონ ჰენდერსონს. ჰენდერსონი ძლიერი ვეტერანია 42 წლის, თუმცა არმანმა ის გათიშა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ასე რომ ოლივერას ცარუკიანი არ ამგონია შეხვდეს და თან თითქოს საუბრობენ რომ ახალქალაქელს 2 თვეში სავარაუდოდ ჰუკერი შეხვდება. პიმბლეტი კი ასე მალე წონას ვერ გააკეთებს, გამორიცხულია. ასე რომ დაწერეთ კომენტარებში როგორ გონიათ ვინ გადაარჩენს 11 ოქტომბერს ივენტს. მე უფრო მგონია ოლივერას შემდეგი მეტოქე მატეუშ გამროტი იქნება, რომელმაც სოციალებში უკვე დაწერა რომ ის მშიერია და მზად არის ბრძოლისთვის. ტომას პინალი გამწარებული ემზადება თავისი სატიტულო ბრძოლისთვის. შეგახსენებთ რომ ის 25 ოქტომბერს შეხვდება სირილ განს. ეს მართლა ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება, რომელიც პირადად მე დარწმუნებული ვარ რომ მეორე რაუნდს ვერ გაცდება. წინა ვიდეო სირილ განზე გავაკეთე, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში თქვენი პროგნოზები. ამასობაში ახლა ხანს რემპეიჯ ჯექსონის შვილი დააკავეს. ალბათ ბევრ თქვენთაგანს ახსოვს როგორ შევარდა რინგზე რაჯა ჯექსონი და თავს დაესხა რესლერს. მაშინ მან შიშველი მუშტებით ისეცემა სპორტსმენი რომ ის რეანიმაციაში გააქანეს. ხო და წინა დღეებში რემპეიჯოვიჩი დააკავეს და დიდი ალბათობით მინიმუმ ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებს მიუსჯიან. თუმცა გამორიცხული არ არის მოსამართლემ რაჯა 1-2 წლით გაუშვას ციხეში. თვითონ რემპეიჯი კი იცავს თავის შვილს კომენტარებში, თუმცა ამატებს რომ ციხე მას დააწყნარებს და ასწავლის ემოციების კონტროლს.